პოლიტმიმოხილვა ამბიონიდან ყოველ კვირა არის ამაზრზენი ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვას და არაფერი აქვს საერთო სახარებისეულ დღესასწაულთან, ანუ სახარება თავად დღესასწაულია. ამბიონი არა აქუბარდია სტუდია, სახარება არა შენი მეზობლის, ცოდვების, აღმოსაჩენად და სამხილებლად, არამედ დაწერილია შენთვის კონკრეტულად, რომ იპოვო შენი გზა ქრისტეში. ამ განცხადებას აკეთებს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ქადაგებებთან დაკავშირებით, ესეც საინტერესო სიტყვაც შეთანხმებაა და ასე ეხმაურება არქიმანდრიტის გააქტიურობას და არქიმანდრიტის მიერ გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას. ამას ამბობს ალექსანდრე გალდავა, კაცი, რომელიც დაახლოებით 7-8 წლის წინ თავად გახდა მეტად პოპულარული მედიის საშუალებებისათვის თუ მედიის საშუალებებში და პრაქტიკულად მისი არც ერთი გამოსვლა მედიის საშუალებებში ხაზს უსვამ ამას, არ ყოფილა პოლიტიკური კონტექსტისაგან და ტექსტისაგან დაცლილი. დიახ, ალექსანდრე გალდავა, მათ შორის იყო ჩემი სტუმარიც ერთ-ერთ გადაცემაში, თუ არ ვცდები ორჯერ, ის სწორედაც რომ ფართო გაგებით პოლიტიკაზე საუბრობდა. საერთოდ ყველა მღვდელმსახური, ვინც მედიის საშუალებებში გამოდის, საშუალებებით გვაცნობს ჩვენ საკუთარ მოსაზრებებს, უკლებრივ ყველას აქვს სწორედაც რომ ფართო გაგებით პოლიტიკური განცხადებები. არც ერთი მათგანი, ვინც ცისფერი ეკრანებიდან ჩანს, თუ საპატრიარქოს ტელევიზიას არ მივიღებთ ხედულობაში, ცხადია, არც ერთი მათგანი არ გვესაუბრება სახარებაზე, ოთხთავზე, ლუკას სახარებაზე, იოანეს გამოცხადებაზე, დიდმამებზე, ბასილი დიდსა თუ ასე მაგალითად იოანე ოქროპირზე, არ გვესაუბრებიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში ისინი გვესაუბრებიან ძველ აღთქმაზე. აი ქრისტეს შემდგომ პერიოდზე, ქრისტეზე და ქრისტეს შემდგომ პერიოდზე ისინი მრევლს ან საზოგადოებას თუ გნებავთ ესე ვიტყვი, ან ნაკლებად კი არა, საერთოდ არ ესაუბრებიან. ამიტომ უკლებრივ ყველა განცხადება მედიის საშუალებებით გაკეთებული აქუბარდიას სტუდიებში კრებსითად მოგიხსენიოთ ხო, ანუ სტუდიებში გაკეთებული განცხადება ნებისმიერისა, ხელისუფლების ოპონენტისა, ხელისუფლების მომხრესი, ნეიტრალურისა, გონიერისა თუ არაგონიერისა, რასაკვირველი არის პოლიტიკური მესიჯებით, ცუდი სიტყვაა გაჟღენთილი. მაგრამ აინც ეს სიტყვა ვთქვა, პოლიტიკური მესიჯებით გაჟღენთილი. მაგრამ ახლა გალდავა გვეტყვის, რომ მე ხომ არ მიხსენებია, არ მithქვამს მედიის საშუალებებზეო, მე ხომ რა უფლება მქონდაო დეკანოზი იტყვის არქიმანდრიტისთვის მიმეთითებინა მედიის საშუალებებში რატომ გამოდიხარო. მე ვაკ ყურადღება გავამახვილე ამბიონიდან გაკეთებულ მის განცხადებებზეო, რომელსაც პოლიტიკური განცხადებები უწოდა, პოლიტმიმოხილვა უწოდა და რაც ყველაზე მძიმეა, არის ამაზრზენიო, ეს მძიმე სიტყვა იხმარა არქიმანდრიტის მისამართით, აქვე გეტყვით, რომ დოროთე ყურაშვილი, ისევე როგორც სხვა არქიმანდრიტები, პერსონალურად პატრიარქ ილია მეორეს ექვემდებარებიან. ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ ილია მეორე დაუძლურებულია და მას იშვიათი კონტაქტი აქვს მაგალითად დოროთე ყურაშვილთან ან სხვებთან, ამას იტყვის ბევრი თქვენგანი და თითქოს და მართალი იქნება, თუმცა მე მახსენდება სწორედ არქიმანდრიტ დოროთეს სიტყვა, რომ მისი არც ერთი ქმედება, მისი არც ერთი ნაბიჯი, მისი არც ერთი ქადაგება და ძირითადი გზავნილები შეუთანხმებელი არ არის პატრიარქ ილია მეორესთან. დიახ, დაუძლურებულია პატრიარქი, ასაკშია პატრიარქი, მაგრამ მე ვალდებული ვარ ვენდო სწორედ დოროთე ყურაშვილს და არ მივიჩნიო ეს მხოლოდ მის ინიციატივებად, მისი მიერ გახმიანებული სიტყვები, მოწოდებული გზავნილები, მესიჯები ეგრეთ წოდებული და ვიფიქრო, რომ პატრიარქის, მოდი ასე ვიტყვი, ლოცვა კურთხევა ამასთან დაკავშირებით აქვს დოროთე ყურაშვილს. შესაბამისად, დეკანოზი გალდავას და სხვათა მიერ, მათ შორის მაღალი სასულიერო იერარქების მიერ გალაშქრება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე, ისევე როგორც საპატრიარქოს და უფრო კი საერო ხელისუფლების ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე, მე ვარაუდობ, რომ ეს არის, მე ვფიქრობ, მე ამგვარ ანალიზს ვაკეთებ, რომ ეს არის გალაშქრება არა მხოლოდ ამ კონკრეტული პირების, ამ შემთხვევაში არქიმანდრიტის წინააღმდეგ, არამედ ეს არის გალაშქრება პატრიარქის დაუძლურებული ასაკში მყოფი
საქართველოს ეკლესიის საჭედ პრობელის წინააღმდეგ, რომლის ძალიან მძიმე სიტყვა არა საკვირველი ამას რომ ვამბობ, მაგრამ რომლის გარდაცვალებასაც ძალიან დიდი ბოდიში ამაზე როგორც წესი არ ლაპარაკობენ, მაგრამ რომლის გარდაცვალებასაც თითქოს სვავები ყოფილიყვნენ, ისე ელოდებიან ცალკეული ჯგუფები, არ უმხელენ ერთმანეთშიც არ ლაპარაკობენ, მაგრამ ბალიშზე თავს რომ დადებენ, მათ შორის უმაღლესი იერარქები, ასე ელოდებიან პატრიარქის გარდაცვალებას, ვინც ის ზოგ მათგანს შეიძლება წაფიქრებია, კიდეც რა ვერ, უკაცრავად, ისევ ამ სიტყვისთვის რა ვერ მოკვდა, უფრო კულტურული ვიქნები, რა ვერ გარდაიცვალა უწმინდესი პატრიარქი ილია მეორეო და რატომ? იმიტომ რომ ილია მეორე მიუხედავად იმისა, რომ ის ასაკშია, მაინც საჭედპრობელია და ძლევამოსილი კაცია, ძლევამოსილი მმართველია საქართველოს ეკლესიისა და როდესაც ილია მეორე წლების შემდეგ მეთქი ასე ვთქვი მე და მართლაც ასე უნდა იყოს და კარგი იქნება რაღაც პირობით 10-15 წელიწადიც წარმოუდგენელია პრაქტიკულად, მაგრამ მაინც ხო 15 წლის შემდეგ რომ გარდაიცვალოს მე კი ბოდიშებ ცხადია არ ლაპარაკობენ ასე სიგრძულზე ასე ხელაღებით, მაგრამ მაინც ხო უკვე იმის შემდეგ აი ამ პერიოდის ამ მომენტის დადგომისთანავე დაიწყება სვავობა და ტაციაობა, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებას მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ქონებაზე ტაციაობა წავა და ყველას ექნება ან ბევრ ჯგუფს ექნება სურვილი რომ მეტი და მეტი ქონება მოიპოვოს იმ პირობებში, როდესაც უმაღლესი ავტორიტეტი უკაცრავად ხო არ არის ცოცხალი და აღარ ვლაპარაკობ იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიქმნება წმინდა სინოდად წოდებულ თავყრილობაზე ახალი პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებით. იცით თქვენ რომ რუსეთს თავისი ფავორიტი ყავს და ბატონი გალდავა, დეკანოზი გალდავა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სწორედ ამ რუსული დაჯგუფების ჩემი ვარაუდით, ჩემი ანალიზით, რუსული დაჯგუფების ერთ-ერთი სპიკერია, საკმაოდ ძლიერია მოსაყდრე შიოს და მოსაყდრე შიოსთან მიკედლებული უმაღლესი მღვდელმსახურების პოზიციები მოცემულ ეტაპზე საპატრიარქოში, არამც და არამც მე არ მაქვს არანაირი სიმპათია მოსაყდრე შიოს ოპონენტების, რომელთა შორის საერო პირი შორენა თეთრუაშვილია ხო, მათ მიმართ არანაირი, ისინი მხოლოდ აბალანსებენ და მოცემულ ეტაპზე მეტად არ აძლიერებენ, არ აბლატავებენ მოსაყდრე შიოს ჯგუფს საპატრიარქოში, მაგრამ აი ამ ორ უარეს შორის და შესაძლოა გამოჩნდეს სხვა ჯგუფებიც, ასაკვირველია, რომლებიც თლად ქართული ან ქრისტიანულ ქართული მიმართულები ჯგუფები არ არიან საპატრიარქოში, კვლავ ვიმეორებ, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც 10-15-25 წლის შემდეგ აღესრულება პატრიარქი ილია მეორე, გალდავა, კვლავ ვიმეორებ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედაც რომ შიოს დაჯგუფებას წარმოადგენს, საერთოდ შიოს დაჯგუფებამ დაიწყო მიიტანა იერიში, მოდი ასე ვიტყვი, სწორედ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე და საერთოდ ყველა იმ პირზე, უფრო ზუსტი რომ იყო კონკრეტულად დოროთე ყურაშვილზე, მაგრამ მათ შორის იმ პირებზეც და დამატებით იმ პირებზეც, რომელთა შესახებაც სუს და ამ შემთხვევაში შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს ცალკეულ დაჯგუფებებს აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი გააქტიურებას აპირებენ. და შეეხება დოროთე ყურაშვილის ქადაგებას. აი მე შევდივარ მის სოციალური მედიის გვერდზე. და მოგესმენთ. ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ ამბიონებიდან არ ლაპარაკობს ქრისტეზე. პირველივე ვიდეო, რომელიც შემომხვდა მე დოროთე ყურაშვილისა, გაჩვენებთ, რომ მე არ მომედაოს ვინმე. მოусმინო. ანუ რას ამბობს დოროთე ყურაშვილი, რომ წაუკითხავთ მათ სახარება მდიდარ ჭაბუკზე, სახარების ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ქრისტეზე და ქრისტიანობაზე ლაპარაკი? ალექსანდრე გალდავას მიმართავ და ალექსანდრე გალდავას მე მოუწოდებ, რომ მანახოს ძალიან ცნობილი მღვდელმსახურების, მათ შორის უმაღლესი მღვდელმსახურების
ეგრეთ წოდებული ქადაგებები ამბიონებიდან ხას უსვავ, არა ტელეეთერებიდან, არამედ ამბიონებიდან, სად ლაპარაკობენ ისინი უვიცი უმეტესწილად მღვდელმსახურები, სხვადასხვა ეპარქიაში განფენილები, მყოფები, სად ლაპარაკობენ ქრისტეს. სპირიდონი ერთ-ერთი მღვდელმსახური კი არა, მაღალი იერარქი. ქრისტეზე ლაპარაკობს თუ რუსეთზე ლაპარაკობს. სხვები დავასახელო? შიოს დაპირისპირებული ერთი ხანობა, მაგრამ ახლა როგორც ჩემს ხელთარწებული ინფორმაციით, მასთან ერთგვარად გარიგებული იაკობი ქრისტეზე ლაპარაკობს თუ ბანდიტიზმზე ლაპარაკობს? იაკობი, დიახ, რომელიც მათ შორის საპატრიარქოს ტელევიზიასაც და უნივერსიტეტი როა ვაკეში იმას ხელმძღვანელობს. ქრისტეზე ლაპარაკობენ თუ რუსეთთან ჩახუტების აუცილებლობაზე ანტიდასავლური მესიჯებით არის გამორჩეული. სხვა შორის ეს იაკობი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჰყავდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს წაყვანილი, იქნება და ჭკუაზე მოეყვანათ და ევროპაშიც, მაგრამ არა შეჯდა იაკობი ხესა, არა იყო გვარი მისი. აი ისინი ლაპარაკობენ თუ არა სახარებაზე. აი მე გალდავას ვაჩვენებ და საზოგადოებას ვიდეოს, ანუ არა ხმას, არამედ აი კაცსაც მიაქციეთ ყურადღებას, სწორედაც რომ ტაძარში დგას არქიმანდრიტი, სადაც მოთხრობილი იყო რომ ერთი მდიდარი ჭაბუკი, რომელიც იყო სინაგოგის უფროსი, ანუ აქ ამბიონიდან ლაპარაკობს არქიმანდრიტი სწორედაც რომ ქრისტეზე და ქრისტიანულ მოძღვრებაზე. კარგით, ვინმე იტყვის რომ არასწორიაო ესო, ერთი შემთხვევაო, ერთი მაგალითიაო. ახლა ოდნავ ჩაუწევ ხმას, რომ სხვა პირთა ხმებიც არ შემოგვივიდეს. ახლა ვგაჩვენებთ ამერიკაში არიან და იქიდან ებრძვიან ევროპას. იტალიაში მეყავენ. ქაგურებული ჩამოვედი. კვირა დღეს, უბრალოდ კვირა დღეს. ისეთ ქალაქში ვიყავი, სადაც ერთი 5 ტაძარი ვნახე, შესაძლოა მეც არ მომისმენია. სიმაღლეები არა აქვს, მაგრამ სიდიდით ცხოვრობდა სამებას არც ერთი არ ჩამოვუჩი, პატარა ტაძარი არც მინახე. ყველა სავსე იყო წირვაზე. კვირას წირვის დროს ვიარე. ყველა სავსე იყო. მორწმუნეებით, ტურისტებით კი არა, მორწმუნეებით. ტურისტები განზე დადიოდნენ. ეს მორწმუნეები იჯდნენ. სავსე იყო. დამათ რო კითხო, აბე მარტო დგას კაცო ლოცვას. ეს არის რუსული პროპაგანდა. რო ისინი მორწმუნეები არის. დიახ, აქ არ ლაპარაკობს ქრისტეზე გულახდილები თუ ვიქნებით, მაგრამ აქ ლაპარაკობს სიმართლეს. სხვა შორის სიმართლის თქმა არ ახალია ჩვენს ეკლესიაში. მე შემიძლია გავიხსენო მინიმუმ 2 პატრიარქი, ანუ ყველაზე მაღალი იერარქი, მინიმუმ 2, კვლავ ვიმეორებ, შესაძლოა მეტიც, ვინც სწორედ სიმართლის თქმელი იყო და სიმართლის თქმისთვის დაისაჯა. ეს არის ასაკვირველია კირიონ საზაგლიშვილი, კირიონი რომელიც მოკლეს და ეს არის ამბროსი ხელაია, რომელიც ასევე მოკლეს. დიახ, ახლა ფორმალისტური თვალსაზრისით 1927 წელს მომხდართან დაკავშირებით ბევრი მომედავება და ჩახედავს რა ვიკიპედიას ნახავს, რომ ასე პირდაპირ ამბროსი ხელაია არ მოუკლავთ, მაგრამ ისეთი აგორებული კამპანია იყო იმჟამინდელი სამღვდლო პირების მათ შორის მიერ ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ, რომ ამბროსი ხელაიას არ მინდა შემეშალოს მარტში თუ არ ვწდები და გადავამოწმებ, შევიდეთ ხსენებ ვიკიპედიაში 1927 წლის ამბროსი მარტში გარდაცვლილი, მაგრამ ამოწმებ ხელაია 29 მარტს ბესარიონ ზოსიმესზე ხელაია 7 სექტემბერს დაბადებული 1861 წელს და გარდაცვლილი 29 მარტს 1927 წელს. ამბროსი ხელაიას წინააღმდეგაც გაჩაღებული ჰქონდა დიდი კამპანია, მაშინ ხო Facebook-ი არ იყო და ტელეეთერებიდან ვერ გვესაუბრებოდნენ იმჟამინდელი სამღვდლო პირები, მაგრამ ამან იმ კამპანიამაც, მათ შორის ქუთაისში მომხდარმა ამბავმა,
და მათ შორის უკვე შემდგომი პატრიარქის ქრისტეფორე ცისკიშვილის მიერ დაწყებულმა აგორებულმა დაწყებულმა დიდმა შეტევამ ამბროსი ხელაიაზე როგორც წმინდა პატრიარქზე განაპირობა არა მთლად მოულოდნელი, მაგრამ პრინციპში მაინც მოულოდნელი გარდაცვალება დიდი პატრიარქისა, რომელიც ფიცხი კაცი იყო და რომელსაც აქვე შევახსენებ ბატონ გალდავას, დეკანოს გალდავას, ასევე ჰქონდა გაგიკვირდებათ და ეგრეთ წოდებული პოლიტიკური განცხადებები და მათ შორის ამბიონებიდან, იმიტომ რომ დიახ, ეკლესია და ერი და ბერი, მოდი ესე ვიტყვი, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამიჯნულია და არა თითქოს, მაგრამ უკლებლივ ყველაფერი არის პოლიტიკა, განსაკუთრებით, როდესაც ვლაპარაკობთ ქრისტიანობის და ქრისტიანული საქართველოს დაცვის აუცილებლობაზე, მტერი და მტრულად განწყობილი ანტიქრისტიანული, დიახ, ქრისტესაგან დაშორებული და ქრისტესთან არასოდეს მყოფი რუსეთისაგან დაცვის აუცილებლობაზე. ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგის ერთი ნაწილი ამ თემაზე. ახლა მეორე ნაწილი თქვენის ნებართვით დავიწყე ასე. არქიმანდრიტი მარტოვა, მარტო კაცია მეთქი. მარტო კაცს ეს სისტემა და ეს მაფია ჩაბუდებული საპატრიარქოში მათ შორის შეჭამს. გაანადგურებს როგორც საერო ხელისუფლება, ისე საერო ხელისუფლებასთან ჩახუტებული პირდაპირ მნიშვნელობით. მის ფულს დახარბებული საეკლესიო ხელისუფლება. ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ პროპაგანდას, რომელიც უკვე ამოქოქილია არქიმანდრიტის წინააღმდეგ, ჩათვალეთ რომ ეს პატიოსანი კაცი არ ვიცი როგორ ვივარაუდო ახლა რამდენიმე თვე მეთქი, როგორ თქვა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წელისა გაძლებს. უმეტეს ერთი წელისა არა და მე შეიძლება იმ ტაძრიდანაც გააგდონ უკაცრავად სიტყვისთვის, ან საერთოდ ჩამოვაცილონ სამღვდლო მსახურებას. არა ის ერთი თუ მთავარი არა, ნათელი წერტილია საქართველოს საეკლესიო მმართველობაში, მმართველობაში არა ეკლესიაში. დამოუკიდებელი საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში. იმიტომ რომ ის მათ შორის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ, უფრო ზუსტი ვიყო კულტუროლოგიურ, ფილოსოფიურ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის ბედზე და ამ ყველაფერს აჯაჭვებს ქრისტიანობასთან. ამბიონებიდან ის სწორედ ქრისტეზე ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან საინტერესოდ, ძალიან მოხერხებულად, ოსტატურად ამ ყველაფერში გაურევს ხოლმე ჩვენს ყოფას, შეჭირვებას და რასაკვირველი აკეთებს განცხადებებს ანტიქრისტიანული რუსეთის წინააღმდეგ. ამას რუსეთი FSB და რუსეთის აქაური ფსტოვრები, განფენილები როგორც საერო, ისე საეკლესიო ხელისუფლებაში ვერ აიტანენ და აკი დაიწყეს კიდეც მის წინააღმდეგ კამპანია და ამ კამპანიას რასაკვირველია გააძლიერებენ და ეს კაცი არქიმანდრიტი აკითხავით არის მარტო. თუმცა მე არ ვიცნობ პერსონალურად პრაქტიკულად არც ერთ მათგანს, თუმცა ვიცი მათ შესახებ მათ თაობაზე, რომ ჩვენს ეკლესიაში არის ახლა როგორ მოვთვალო, მაგრამ 10, შეიძლება 8, შეიძლება 7, შეიძლება 12 საკმაოდ მაღალი იერარქი, რომელთა ვალიც მოცემულ ეტაპზე არის არა მხოლოდ ქადაგება ქრისტეს თაობაზე ამბიონებიდან, არამედ ანტირუსეთული გზავნილების ტირაჟირება საზოგადოებისათვის, გავრცელება საზოგადოებაში და კიდევ ერთი ვალია ვალდებულებაა მხარდაჭერა არქიმანდრიტისა მისი არმიტოვება. მე ბევრი მათგანი ან ზოგი მათგანი ვინც მისმენს ახლა მათ იციან რომ მე არ მერიდება მათი ჩამოსახლება, მათი დასახელება, მათი ვინაობის გამხელა საზოგადოებისათვის. კვლავ იმეორებ ისინი მაღალი იერარქები არიან, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ მოცემულ ეტაპზე. უბრალოდ დავაკვირდები თქვენის ნებართვით თუ გაძლიერდა შეტევა არქიმანდრიტზე და ეს აგორებული კამპანია თუ გაორმაგდა, გასამაგდა თუ გაათასმაგდა, ამ შემთხვევაში ვუბოდიშებ მაღალ იერარქებს, მაგრამ მაღალ და კარგი იერარქებს, მაგრამ მე მომიწევს თქვა მათი დასახელება სად ხართ ამ კითხვით მათთვის მიმართვა.
სათხართ, რატომ მიატოვეთ მართალი სიტყვა და რატომ არ უჭერთ მხარს ძალიან ოსტატურად ოღონდ მაღალი ამბიონიდან, ასე უნდა ვთქვა, მაღალი ტრიბუნიდან, რატომ არ უჭერთ მხარს სიმართლის თქმელ კაცს, სამღვდლო პირს, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. ეს იქნება ჩემი მთავარი სიტყვა წარმოსათქმელი იმ შემთხვევაში თუ რუსული რუსთავი 2 და რუსული იმედი და რუსული საზოგადოებრივი მაუწყებელი ვითომ და აქაო და ეს თქვა გალდავა თუ სხვა რომელიმე სამღვდლო პირმა ფსევდომ თუ მართალმა ამას მეუბნებით საზოგადოებას, ამას ვამცნობთ საზოგადოებას, ვაცნობთ საზოგადოებას ამ შემთხვევაში გალდავას სიტყვასო, მხოლოდ ამით შემოიფარგლებიან კი არა ამგვარ პოლიტიკას გააგრძელებთ. და ამ რუსულ კალაპოტს კიდევ უფრო გაზრდიან ქართველი ერის და საქართველოს ერთი სინდისთაგანის არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის წინააღმდეგ. მისი გზავნილები დოროთე ყურაშვილისა არის დიახ პოლიტიკური, მაგრამ საქვეყნო და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ამბიონიდან, ის ლაპარაკობს ქრისტეზე, როგორც სიმართლის მთქმელ და სიმართლის მქმნელ. სიყვარულის, კეთილშობილების დამამკვიდრებელ განკაცებულ უფალს. ნახვამდის.